მადლობას მოგახსენებთ ბატონო მობრძანებისათვის და თუ შეიძლება ამ დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით თქვენი აზრი დააფიქსიროთ და განცხადება გააკეთოთ. მე ცოტა რა ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესე მოხდა დღეს პრინციპში ორ ბრძანებას მოეწერა ხელი განთავისუფლების შესახებ, ეს არის ჩემი და ეს არის ბატონი დავით საყვარელიძის, როგორც ოპერის თეატრის მმართველის. მე დავიწყებდი იქიდან, რომ თუ გახსოვთ ალბათ არჩევნების შემდეგ ოქტომბრის თვეშივე დაიწყო საუბარი წითელი კომისრების და ჩვენს მიმართ ასეთი გამონათქვამების, ცენზორების და ასე შემდეგ გამონათქვამები და ეს გრძელდებოდა დღემდე. გრძელდებოდა ის გადაუწყვეტელობის ეტაპი, როდესაც დაუშვათ დღეს ლაპარაკობს მინისტრი, ჩვენ ვერტიკალური გადაწყვეტილება არ მივიღეთ, მაგრამ არ ლაპარაკობს იმ ზეწოლაზე, რომელიც მოდიოდა კულტურის სამინისტროდან. მუდმივი და პერმანენტული, რომ ჩვენ დაგვეწერა განცხადებები და დაგვეტოვებინა თანამდებობები. ისინი ვერ ხედავდნენ სხვა გზას და გამოსავალს ამ პრობლემების და ამ საკითხების მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად. ალბათ აქედან გამომდინარე, სწორედ, როდესაც დაუშვათ ასე შეთანხმებულად სამხატვრო ხელმძღვანელი და მინისტრს მიდიან ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც თეატრში ჩემთვის შექმნიდა კრიზისს, მე ვამჯობინე დამეწერა განცხადება და დამეტოვებინა თანამდებობა. ბატონო დიახ, რა სახის ზეწოლაზე და აი ამ კრიზისზე თუ შეიძლება უფრო დაწვრილოთ? რა სახის ზეწოლაზე? ზეწოლა ჩვეულებრივია, როდესაც დაუშვათ სამინისტრო სხვა გზას ვერ პოულობს, არ იღებს დაუშვათ შედარებას, არ იღებს არ მიმართავს იმ გზას, რომ დაუშვათ ილაპარაკოს რაღაც საკითხების დარეგულირებაზე, სად არის უკეთესობა, სად არის უარესობა, რაშია პრობლემა, რატო ებრძვიან დაუშვათ მართველს, რა არის მისი დანაშაული თუ უდანაშაულობა და ასე შემდეგ და პირდაპირ მიდის საუბარი იმაზე, რომ იქნებ აჯობოს, რომ თქვენ დაწეროთ განცხადება და წახვიდეთ და დაუთმოთ დაუშვათ ამ შემთხვევაში ასპარეზი დიდ რეჟისორს რობერტ სტურუას. აბა როგორ განიხილება დაუშვათ ეს ამ შემთხვევაში, თუ არა ზეწოლა. რაც შეეხება კრიზისთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ჯერ არ ყოფილა ამ 6 წლის განმავლობაში პერიოდი, როდესაც დაუშვათ თეატრში არ მიმდინარეობდა რეპეტიციები და არ მიმდინარეობდა მუშა პროცესი. 4 თვის განმავლობაში თეატრში არც ერთი ახალი სპექტაკლი არ ჩაშვებულა. ეს თავისთავად არის სამხატვრო ხელმძღვანელის პრეროგატივა, რომელიც ხან იძახის, რომ ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი, ხან იძახის, რომ არა ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი. ბოლო წუთას მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3 თვით გაუგრძელოს დას ხელშეკრულებები, რა ბრძანებასაც მე ხელს ვერ მოვაწერდი, იმიტომ რომ ამ დასის ნუსხაში თქვენ იცით, რომ არიან ისეთი გვარები, როგორიც არის კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, მურმან ჯინორია, თათული დოლიძე, ნანა ფაჩუაშვილი, ნანული სარაჯიშვილი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კი, გასაგებია, თეატრს თუ არ აქვს განსაზღვრული და თეატრმა თუ არ იცის და არ აქვს პოზიცია ამ ადამიანების მიმართ, რომ ვიღაცა შეიძლება 3 თვიანი დაუდო ხელშეკრულება, ვიღაცას 6 თვიანი, ვიღაცას შეიძლება საერთოდ არ გაუფორმო ხელშეკრულება. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ არიან გვარები, სახელები და ადამიანები, რომელთა მიმართაც დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს ასეთი 3 თვიანი ხელშეკრულებით განსაზღვრული. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. ჩემი მყარი პოზიცია ის, რომ ხვალინდელი დღე ქართული თეატრის, რაც მე ჩემ განცხადებაშიც დავწერე, ალბათ რასაც მე ჩემი განცხადებით ვღალატობ, ეს არის ხვალინდელი დღე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თაობა, ის თაობა, რომელმაც თავის დროზეც არ შეუშინდა ასეთ დახურულ თეატრებს და ასეთ მონოპოლიურ თეატრებს და ქუჩაშიც, სარდაფშიც, ღიაცის ქვეშაც გვიმუშავია, ასევე ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ჩვენ ალბათ მაინც ჩვენ საყვარელ საქმეს ბოლომდე მივიტანთ. ბატონო, თუ შეიძლება ჩაგეკითხებით, თქვენ თქვით კონტრაქტები, 3 თვიანი კონტრაქტები იყო შემოთავაზება. ერთ-ერთი მიზეზი იყო ესაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი თქვენი. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, ისიც გახდათ, რომ გუშინ მაგალითად მე-13 მოიხსნა ერთი და იგივე სპექტაკლი, ერთი და იგივე მსახიობის ავადმყოფობის გამო. იცით რა, ეს
თუ გვაქვს ჩვენ თეატრში დიქტატურაზე საუბარი, დიახ, თეატრში არის გარკვეული დიქტატურა, იმიტომ რომ თეატრი გარკვეულ წესრიგს და გარკვეულ წესებს მოითხოვს, მაგრამ თუ ჩვენ დაუშვათ ვიღაც მსახიობს არ შეგვიძლია საყვედური გამოუცხადოთ და გაუფრთხილდეთ მის ასე ვთქვათ ყოფნა არ ყოფნას თეატრში და ვიღაცა შეგვიძლია რომ კაცრად დავსაჯოთ იმის გამო რომ რაღაც პატარა ცდომილება ჩაიდინა, თუ ესე ვარჩევთ ჩვენ მსახიობებს მაშინ და თუ არ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ასეთი მსახიობი, რომელსაც შეუძლია რომ სამჯერ სეზონში მოხსნა სპექტაკლი, არ უშვებთ თეატრიდან. ბესო ზანგური. ბატონ ზალ, ასევე ჩაგიკითხებით. დასახელების ღირსიც არ არის, მაგრამ მაინც. ბატონ ზალ, ჩაგეკითხებით, ანუ ეს ყველაფერი კრიტიკა, არ ვიცი, თქვენი წყენა, მიზეზი, რის გამოც ამოხვედით უკავშირდება რობერტ ზრურუას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ისეთი წარმატება აღარ ქონდეს ამ თეატრს, აღარ იყოს ისეთი წარმატებული, არ იყოს ბევრი სპექტაკლი, არ ყავდეს ბევრი მაყურებელი, როგორც ყავდა წლების განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, თქვენი თავი ისმოდა ყოველთვის მუდმივად ბატონ ზრურუასგან, რომ თეატრში ხალხი არ დადის, თუმცა ალბათ თქვენც ხშირად გინახავთ, რომ სავსე იყო თეატრის დარბაზები, კიდე უფრო მატულობდა მაყურებლის რაოდენობა თეატრში. თქვენ ვარაუდობთ, რომ ის თავს ვერ გაართმევს, თუ რა შეგიძლიათ თქვათ, აი, რას ვარაუდობთ მისი მოღვაწეობის პერიოდში, როგორ შეიძლება გაგრძელდეს? მე ვარაუდი არ შემიძლია არაფრის, ეს გამორიცხული არაფერი არ არის, გაართმევს თუ ვერ გაართმევს, მე ამაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ როცა ყოველგვარი დაუშვათ ესეთი ზედაპირული მიზეზების გარეშე მისი მხრიდან იყო მხოლოდ ულტიმატუმი, რომ უნდა დატოვოს თანამდებობა მმართველმა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდება ეს თეატრში. თუმცა ესეც არ არის მისგან ახალი ხერხები, ამ ხერხებით ის ხშირად მიმართავდა ხოლმე ამ ხერხებს და ამ ხერხების მსხვერპლი გამხდარა არაერთი ადამიანი. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ბოლო კითხვას გისვამთ, იღებს მინისტრი. როგორ ფიქრობთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ არა? არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ეხებოდა მხოლოდ მმართველებს თუ იყო ზეწოლას ოპერატიულად? არა, ეს ეხებოდა მხოლოდ მმართველებს. ამ შემთხვევაში მმართველები ადგათ მათ კისერზე და გაჩხერილი ყავთ კისერში და რა ვიცი, გაუშვეს საყვარელიძე, გაუშვეს ჩიქობავა, შემდეგ ალბათ დანარჩენებზეც გადავიდა. ეს ტყუილია. მას არ მეუღია ასეთი შეთავაზება. არა. მისგან ვიცი, რომ არ ყოფილა ასეთ შეთავაზება. მართლაც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა რუსთაველის თეატრს და ძალიან ბევრი კარგი პროექტი გაკეთებულა, როგორც მე ვიცი, არა მარტო ვთქვათ საქართველოს მხრიდან, არამედ უცხოეთიდანაც ჩამოსული იყო ძალიან კარგი პროექტები დღემდე. რისი თქვათ არ დანახვა არ შეიძლება ნამდვილად. მე მაინტერესებს რას ამბობენ მსახიობები და როგორი დამოკიდებულება გაქვთ აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით, ეს ალბათ მათ უნდა კითხოთ, მათი დამოკიდებულება. ეს ამბავი ჯერ რეაქცია ალბათ მე დარწმუნებული ვარ, რომ რეაქცია უნდა იყოს, მე რომ კითხო, აუცილებლად უბრალოდ გადაწყვეტილება ეს მოხდა დილით და ამიტომ ჯერჯერობით ვიცი, რომ ძალიან ბევრს დაწყვეტა ბატონმა ზალმა გული თავისი ამ გადაწყვეტილებით, თუ შეიძლება ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ. ჩემთვის ძალიან რთული იყო დღეს აქ მოსვლა, მაგრამ უფლება არ მქონდა ეს არ გამეკეთებინა. მე იმედია, მაუნ ჩემი ამას მომიტევებს იქ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩათვლი და ამას სწორ ნაბიჯად. ბატონი ზალი მართალი ბრძანდება, როცა შეეკითხენ, რომ თუ რამე სხვა ზეწოლა იყო. იმიტომ რომ ბატონი ზალის მოადგილე ვიყავი 2 წელი. ნამდვილად ზეწოლა არანაირი არ ყოფილა, მე ვერ მოვიტყუებ თავს და ვერ შეგიყვანს შეცდომაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ჩავთვალე საჭიროდ, მე თქვა, რომ მიუხედავად ძალიან მიჭირს
იმ თეატრში, რომელშიც გავიზარდე, სადაც 17 წელი ვიმუშავე როგორც მსახიობი, მქონდა დიდი ბედნიერება ბატონ ზაალთან ერთად მემუშავა ის ბოლო 2 წელიწადი. გაკეთდა მართლა ძალიან საინტერესო პროექტები, გარდა სპექტაკლებისა იყო არაჩვეულებრივი საინტერესო სხვა ცხოვრება და ვერავინ ვერ იტყვის, რომ რუსთაველის თეატრი იყო ჩამკვდარი. პირიქით მე ვიტყოდი, რომ ამ 2 წელიწადში რუსთაველის თეატრის კარები გაიხსნა, რომელიც იყო ჩაკეტილი, დიდი სცენა ყოველთვის იყო ჩაკეტილი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის და ამ 2 წლის მანძილზე უამრავმა ახალმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლები, წარმატებული, ყველაფერი წარმატებული ვერ იქნება და მე მგონი ნორმალური ხელოვანი და მით უმეტეს დიდი ხელოვანი ადამიანი უნდა ხვდებოდეს იმას, რომ ყველას შეიძლება მოუვიდეს წარმატებული პროექტი, თვითონაც ალბათ რაღაცა კარგი გააკეთა, რაღაცა ცუდი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი მოკლედ, მე პირადად საკუთარი ნებით აუცილებლად დავტოვებ ამ თანამდებობას. ვერ წარმომიდგენია თეატრში იმ გუნდის გარეშე ყოფნა, რომელსაც ერქვა ჩვენი PR სამსახური, ბავშვები ჩვენი მარკეტინგის სამსახური. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ ეს ახალგაზრდა ადამიანები. დაუმთავრებელი ქარცეცხლი ატყდებოდათ კრიტიკის და მე ვთვლი, რომ 21 საუკუნეში ისეთ თეატრში, რომელშიც ამდენი ადამიანი მუშაობს და ამდენი პროექტი ხორციელდება, ის რელსები, რომელზეც დადგა რუსთაველის თეატრი ამ კუთხით, ეს არის თანამედროვე მიდგომა ნორმალური ყველა ორგანიზაციაში, მით უმეტეს ისეთში, რასაც ქვია რუსთაველის თეატრი, რომ PR სამსახურმა, მარკეტინგმა უდიდესი სამსახური გაწიეს. ეს იყო რაღაცა პროექტების განხორციელებაში და ყველაფერ დანარჩენში და ყოველდღიურობაში ეს ჩანდა ყველაფერი. მე ვიცი, რომ ბატონ ძალი ამას არ იტყვის, იმიტომ რომ მორიდებული ადამიანი ეს ნამდვილად. მე ეხლა ვთვლი ვალდებულად რომ ვთქვა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნაკლებად მგონია რომ ვინმე კიდე ამაზე ილაპარაკოს. მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ბავშვებს, ცხოვრება გრძელდება. ჩვენ ისინი ახალგაზრდები არიან, მე მინდა გავამხნევო ისინი, ბატონ ზალი უდიდესი ენერგიის და ნიჭის ადამიანია. არ დავიკარგებით, ამაში არ არის საქმე, უბრალოდ ძალიან გული მწყდება, რომ ესე უსამართლობას აქვს ძალიან დიდი ადგილი. მე არ მესმის რამ უნდა გამოიწვიოს ასეთი გადაწყვეტილება, მხოლოდ იმიტომ, რომ დაუშვოთ ვიღაცას რაღაცა არ მოწონს. ეს ვიღაცა რობერტია. ბატონი რობერტია. იმიტომ რომ მე უდიდესი პატივით შეიძლება მოვიხსენიო ბატონი რობერტი როგორც დიდი რეჟისორი, მთელი ცხოვრება მამაჩემთან ერთად გაატარეს და მე ვერაფერს ამ თემაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობს სხვა კუთხე, რომლისთანაც მე არასოდეს საჯაროდ ამაზე არ მილაპარაკია და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი უსამართლობა. იმიტომ თვითონ ბატონმა რობერტმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ბატონ ზაალთან მუშაობა. 6 წელი იმუშავეს აქამდე. რა აუცილებლობა იყო ესეთი უდიდესი ზეწოლის, მართლა დიდი ზეწოლის ამად, რაც შეეძლო მაქსიმალურად უძლებდა ამას, ხო? მაგრამ ყოველთვის არსებობს კიდე ზღვარი, ალბათ, და ეს ზღვარი დადგა დღეს სამწუხაროდ. იგივე მოხდა ოპერის თეატრში, სადაც არაჩვეულებრივი პროექტები ხორციელდება, ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. ნუ თუ ყველაფერი რაც აქამდე გაკვეთებული აუცილებლად უნდა განადგურდეს, იმისთვის რომ რაღაცა კარგი და მომავალში ნიჭიერი გაკეთდეს. თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ რჩება თეატრში და ვინ დაუშვათ ტოვებს თუ არა? ნამდვილად არანაირი ინფორმაცია ამისი ეს ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს და ყველა თავისას. მე არავის არ მიუწოდებ, ეს უბრალოდ ჩემი ინდივიდუალური პირადი გადაწყვეტილებაა, ჩემი პოზიცია და არა მქონდა უფლება ეს არ დამეფიქსირებინა. და რომელსაც ალბათ შეცვლიან და ეს იქნება დამღუპელი ქართული თეატრისთვის. მე პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ამ კანონ პროექტში არის პირდაპირ მათი ცდელობა არის იქითკენ, რომ აქ იყოს მართლაც ერთპიროვნული ხელმძღვანელობა არსებობდეს თეატრში არ არსებობდეს განსხვავებული აზრი, თეატრში არ არსებობდეს რაიმე ალტერნატიული შეხედულებები და მე ვფიქრობ, რომ შემოქმედებით პროცესს ეს უფრო მოკლავს, ეს უფრო აღარ
განავითარებს, იმიტომ რომ თუ არ არის აზრთა ჭიდილი, თუ არ არის აზრთა სხვადასხვაობა, თუ არ არის კონკურენტუნარიანობა თეატრში, მაშინ როდესაც იბადებოდნენ მართლაც დიდი რეჟისორები, იბადებოდა დიდი სპექტაკლები, თეატრებში იყო კონკურენტუნარიანობა, თეატრებში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამ თეატრებში ერთდროულად მუშაობდნენ და მოღვაწეობდნენ აკაკი ბაქრაძე, ხორავა, ზაქარიაძე, თუმანიშვილი, ალექსიძე, ჩხეიძე, სტურუა, ესენი ერთად და იქ იბადებოდა ნამდვილი ხელოვნება. ჩვენ თუ ჩავკეტავთ თეატრს, გავხდით მონოპოლიურს და ერთმართველურს, მაშინ თეატრები მოკვდება. ისინი განთავისუფლდნენ ალბათ იმ წმეხისგან, რომ მათ დაეწერათ ბრძანება ჩემი განთავისუფლების შესახებ. თუმცა ისინი არ საუბრობენ იმ ზეწოლაზე, რომელიც მოდიოდა მათი მხრიდან, რომ ჩვენ დაგვეწერა განცხადებები. ეს უკვე მომავალ ხელმძღვანელობას კითხეთ. ინფორმაცია რომ ესენი აღარ იქნებიან და მათთან არ მოგიწევთ ურთიერთობა იქნებ რჩება ყველა ადამიანი და ამ შემთხვევაში ხო ძალის პრობლემა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ეს უბრალოდ მე იმიტომ ვახსენე, რომ პირადად მე ვაპირებ წასვლას და ალბათ ვეღარ ვითანამშრომლებთ და ამ ხო ცოტა ესეთ კონტექსტიდან ამოვარდა ნამდვილად მართალი ბრძანდებით ახალგაზრდები არიან და ღმერთმა მაგრამ უბრალოდ ვიცი რომ დაუმთავრებლად ნათქვამი აქვთ არაერთჯერ ეს იყო განცხადებული რომ არა მარტო პიარ სამსახურზე კი არ არის ლაპარაკი მე მინდა რომ ყველამ ძალიან კარგად გაითავისოთ ერთი რამ რომ ბატონობებს არაერთხელ გამოუცხადებია რომ აბსოლუტურად მთელი დასი უნდა გაუშვას ალბათ მე ვარაუდობ მარტო შემიძლია ვივარაუდო რომ ეს სამთვიანი კონტრაქტები ზუსტად ამიტომ არის მოწოდებული რომ ეს ნელ-ნელა ცოტა შეუმჩნევლად საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხო წარმოგიდგენიათ უცებ ნამდვილად მთელი დასი რო ქუჩაში დარჩეს, ახლა ეს ალბათ გამოიწვევს რაღაც პრობლემას. შეუმჩნევლად როგორც წინათ ხდებოდა, წინა პერიოდებში, მე ვარ ამისი მოწმე, მე თვითონ სახიობებს კი არა რამოდენჯერ დაიდო ბატონი რობერტის ოფიციალური ინტერვიუ და განცხადება რომ აბსოლუტურად სულ ყველა უნდა გაუშვას თეატრიდან და მე თავიდან აკრიფოს დასი ეს ნიშნავს გადაწყვეტ თვითონ მის სიტყვებს ვიმეორებ და თუ ეს აქვს ადამიანს გეგმაში ალბათ განახორციელებს ხო მისთვის განაცხადებაში დიახ არა შეთავსების უფლება დღესაც აქვს ყველას შეთავსება ეს შესაძლებელია ამ კანონის ფარგლებშიც თუმცა შეიძლება არ ვიცი თუ ეს კანონცვლილება ხდებოდა ამ მოვლენების ასე განვითარებისთვის შეიძლება გაჩერდეს კიდეც და ამ ხრივ მაინც ვიქნები მოხარული რომ რაღაცა გააჩერებს ამ კანონ პროექტის მიღებას არ ვიცი ეს ამ კითხვას სვავ მეც იმ დღიდან რაც გაჩნდა ესეთი პრობლემა და ესეთი ულტიმატუმი რომ რატო და არ ვიცი ალბათ ჩვენ ვაკმაყოფილებთ ხალხის მოთხოვნას სამართლიანობის აღდგენის შესახებ და ასეთი სამართლიანობით მივდივართ წინ
ეს რა მე ესე ვფიქრობ, რომ იმ საქმეში, რომელსაც ვემსახურებოდი და რასაც ვაკეთებდი, როგორც ვაკეთებდი, რა პოზიციაც, რა ხედვაც მე გამაჩნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო მიმართული თეატრის კეთილდღეობისთვის. თუ ის ურთიერთობები დაალაგდებოდა, დარეგულირდებოდა და ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად გავაგრძელებდით თავისთავად მისი აზრის გათვალისწინებით, მასთან ერთად შეთანხმებით და საერთო ჯამში ორივე ერთად ვიმუშავებდით იმისათვის და მთელ ენერგიას დაუშვათ ის გუნდი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა, მიმართავდა ერთიანად ხვალინდელი დღისთვის და თეატრის კეთილდღეობისთვის. თავისთავად მე მგონი, რომ აქ არანაირი პრობლემა არ იყო იმაში, რომ მე მართველი მერქმებოდა თუ მენეჯერი თუ დირექტორი თუ ასე შემდეგ. აქ არ არის დასახელებებზე, აქ არ არის სტატუსზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, როგორ იქნებოდა უკეთესი ხვალინდელი დღისთვის თეატრის. ის რა მე არ ვიცი, მინისტრი და ბატონი რობერტი საუბრობდნენ ერთმანეთში და ჩემთან არავინ არ საუბრობდა. არა. მიუხედავად ჩემი ცდილობისა, არანაირი კონტაქტი ჩვენ პირადად არ გვქონია ერთმანეთთან, ასევე არ მქონია ორი შეხვედრის გარდა ბატონ მინისტრთან. ერთი შეხვედრა იყო ეს, როდესაც ეცეტერას გასტროლი უნდა მომხდარიყო თბილისში, რასაც მე ხშირად საყვედურობდნენ, რომ თეატრში ასე ვთქვათ შემოდიოდა სხვადასხვა პროექტები და თეატრის მუშაობას უშლიდა ხელს, მინდა აქვე აღვნიშნო, რომ არასოდეს არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა ასე ვთქვათ თეატრის ხარჯზე და საზიანოდ. არასოდეს არც ერთი დანიშნული წარმოდგენა არ მოხსნილა. ამ შემთხვევაში ეცეტერას გასტროლთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს რაღაც დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა ეს გასტროლი, მინისტრის წერილის თანხმობით ჩვენ მოგვიხვდა 6 საკუთარი სპექტაკლის მოხსნა. მე მგონი, რომ ეს უფრო დიდი დარღვევა არის, ვიდრე ის, როდესაც დაუშვათ შენ წინასწარ დაგეგმავ და დაუშვათ ამ შემთხვევაში მიცემ საშუალებას სხვა თეატრალურ კოლექტივებსაც, რომ თავიანთი წარმოდგენა თბილისში გამართონ და აჩვენონ თბილისელ მაყურებელს. არ მოუწოდეთ არავისო დაკავოს თეატრი. სამართლაც მოაწევთ ხომ არ ესაუბრებთ მსახიობებს შეუთანხმეთ არა, უფრო გააცანით თქვენი გადაწყვეტილება და არა, ნამდვილად არავისთან არ მისაუბრია და ამ შემთხვევაში ეს ის გადაწყვეტილება, როდესაც ჯობია დარჩე შენ თავთან და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თავისთავად აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამაზე შეიძლება ადრეც გქონია მსჯელობა, გქონია სხვადასხვა მსახიობთან, ჩემ კოლეგებთან ურთიერთობა, ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრი. ძირითადად მინდა გითხრათ, რომ იყო სურვილი იმისა, რომ მე ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ მე ესე გადავწყვიტე. ბატონო ზაალ, მაგრამ ალბათ ელოდით ასეთ ფინალს, ხო? და სად გააგრძელებთ სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ და სად გააგრძელებთ მოღვაწეობას? არის, გეგმები ჯერ არ მაქვს, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ მართლაც მაქვს იმის საშუალება, რომ მრავალ მხრივ, საითაც ჩემი პროფესიების მხრივ რაც გამაჩნია, რომელიმე მიმართულებით გავაგრძელო ჩემი გზა. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა.